პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. საიდან დაიბადა დელას ვოისის იდეა? იცი რა, ჩემმა მეგობრებმა ღვთისწყალობა ქონია თუ არა როდესაც წონის პრობლემა. 15 წლის ასაკში უკვე ვიყავი 85 კილო. მეუბნებოდნენ რომ შენ თუ მსახიობობა გინდა, უნდა იყო იდეალურ ფორმაში. 13 წლიდან ვარ სულ დიეტაზე და მაინც ვერ გავხდიდი. აღმოვაჩინე რომ დედა ჩემი ამ ხალხს უწერდა ქვემოთ. არ ეზარებოდა და უწერდა ყველას რომ მარტოა. მე არ მაქვს იუმორი სამწუხაროდ როგორც თქვენ. მაგრამ კარგი კერძების კეთება ვიცი. თუნდაც კვერცხები ყოველთვის ადვილად იწვნება. დარწმუნებული ვარ. წყალი ადუღებული უნდა იყოს? აუცილებლად. სიუწყალში არ შეიძლება კვერცხის მოხარშვა. თავარია სოიას სოუსს არ გავეკაროთ, თუ აპირებთ წონის კლებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად 2000 კალორია მჭირდება დღიურად, რომ შევინარჩუნო ჩემი წონი. მაგრამ 1500 თუ მივირთ მე, კვირაში დავიკრებ 9 კილოს. 9 კილოს ცხიმს. შეიძლება ვჭამოთ. შეიძლება ვჭამოთ. ხშია. მე გადაცემის სპონსორია სპარი. ერთად უკეთესია. სალამი. დღეს არის ხუთშაბათი და ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურებთ Easy Plates და დღეს ძალიან მხიარული გადაცემა გელოდებათ. მოგესალმებით. დღეს უნდა ვისაუბროთ წონის კლებაზე, დიეტებზე, ჯანსაღყვებაზე და ასევე ერთკვირიან რაციონსაც გაკანდობთ. და რაც მთავარია, ჩვენ დღეს გვყავს საოცარი სტუმარი. ამ სტუმრის გამო ვერც ერთ ფილმს და ფილმის გმირს და ჰოლივუდის მსახიობს ვერ ვუყურებთ ისე, როგორც არიან და სერიოზულად ვეღარ აღვქვამთ, ვინაიდან ეს არის მსახიობი თეონა ლეჟავა, რომელმაც შექმნა არაჩვეულებრივი გვერდი დელას ვოისი. სალამი თეონა. გამარჯობა, ცოტა გაწითლებული შემოვედი. გამარჯობა თეონა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი. პირიქით. იცი რამდენი წელია გვიყვარხარ, გიყურებთ და ყველაზე საქმიან ჩატშიც კი აუცილებლად ერთი ვიდეო მაინც არის ხოლმე ჩაგდებული, რომ ნახოთ და აი სულ მაინტერესებდა ხოლმე და ყველა კითხვას დაგისვა, ეხლა ეს მაინტერესებდა. პირველი ის რომ რანაირად ახერხებ, რომ აი ამდენი ეს მრავალფეროვანი გმირები ყავდეს და აი ეს საოცარი სიტყვები, ლექსიკა, ყველაფერი, რასაც მათ ალაპარაკებს, საიდან მოდის ეს იდეები? სხვათა შორის ამ კითხვას რომ ისვამენ, ყოველთვის არის ერთი და იგივე პასუხი ჩემგან, რომ ძალიან რთული არ არის, იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანი ერი ვართ თვითონ და იმდენი უცხო სიტყვა მესმის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ, რომ ძალიან ადვილია ჩემთვის მე ამისი რაღაცა გადათამაშება, დამახსოვრება, ну ეს არის რომ მეხსიერება მე მგონი ამ კუთხით ძალიან კარგი მაქვს რა, აი ესეთ სიტყვებს აი ეგრევე ქუჩაში რაღაცას რო გავიგებ, ეგრევე ვიმახსოვრებ და მე ვიყენებ. და მსახიობი რო ხარ ეს გარდასახვები შეგიძლია მარტივად. ხო, ალბათ ჩემი პროფესია მაგაში მეხმარება. მე ეგრე მგონია რა, იმიტომ რომ ახლოს არის რა თქმა უნდა. და არის თუ არა საჭმელი ხაჭმელზე გადმოვალზე შეფი. ეს ჩემი საყვარელი თემაა, სპეციალურად და ძალიან მეხარდა თქვენთან კარგი, ძალიან ყველაზე მეტად საჭმელზე რაც გინდათ გითხეთ. გემრიელდები უნდა ვჭამოთ დღეს და მოვამზადოთ და რა მე ხო არის ის ინგრედიენტები, რომელსაც არ მიირთმევ ან არ გიყვარს. ხაში არის ის კერძი მაგალითად რომელიც არ გამისინჯავს, იმიტომ რომ ვიზუალურად რაღაცნაირად არ მიზიდავს, მაგრამ მინდა რომ გავსინჯო, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა და იქნება რაღაცნაირად ეს მოვახერხო. და აი მაგალითად ცხოველების ორგანოები დიდად არ მიყვარს. აი რომ ამბობენ რომ ეს ტვინი არის რაღაცა და ისა, ანუ ესეთი რაღაცები დიდად ღვიძლი? აი ღვიძლი უფრო სხვა არის მაინც და რაღაც აი ცოტა უცხო არასტანდარტული ორგანოები. არა, დღეს არც ტვინს არ ვაკეთებთ, არც ხაშს არ ვაკეთებთ, ცინუსის ვრაბს ვაკეთებთ. კვერცხით და გემრიელობებით შევაზავებთ რაღაცებს და გადავახვევთ. მოდი ახლა ცოტა აუხსნათ მაყურებელს, რას ვაპირებთ ხო? ნუც აპირებს რომ ერთკვირიანი ბალანსის კვების რაციონი გაგზიაროს თეონას ჩვენ გამომწერებს, რომ გქონდეთ გამზადებული
ესეთი მენიუ. მენიუ, რომლის მიხედვითაც ძალიან გემრიელა და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაიკლებს წვერი ყველაფერი შედის, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეხლა კვლევა ვნახე სულ 2 დღის წინანდელი და ისეთი კამაყი ვიყავ, რომ ბალანსში რა პრინციპებით გვაქვს დაცული, ყველაფერი დადასტურდა, რომ ეს არის იდეალურად წონის გლებისთვის და ამ პრინციპებს მეც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს მაყურებლისთვის და ეხლა სანამ გადავალთ უშუალოდ რაპის მომზადებაზე, მინდა ასევე გითხო, საიდან დაიბადა ლელას ვოისის იდეა ზოგადად? იდეა ესე რაღაც სახში არ ჯდარვარ და არ მიფიქრია რომ მოდი ეხლა რა უნდა გავაკეთო. ძალიან ბევრი წლის წინ, მაშინ ჯერ არ არსებობდა Facebook და არაფერი ეგეთი. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ჩემთან აგარაკზე და ტელევიზორში ტიტანიკი იყო ჩართული. და ხმა ქონდა გამორთული და ამ მე და ჩემო მეგობარმა აი უცებ თავის რაღაც სპონტანურად მოხდა რომ დავიწყეთ ამ ტიტანიკის გახმოვანება რა. და ძალიან ბევრი ვიცინეთ და ნუ ის მაშინ იქ დამთავრდა, მაგრამ ბევრი წლის მერე აღმოვაჩინა რაღაცა აპლიკაცია Medlipsy, რომელიც იყო თავიდან 21 წამიანი ვიდეოები, მე როგორც დავიწყე. იმიტომ იყო ხოლმე ესეთი ხო. კარიერა და რაღაც ერთი ვიდეო რო გავახმოვანე და Facebook-ზე ჩემ პირად გვერდზე რო დავდე რაღაც დიდი გამოხმაურება მოყვა ამას. მე ძალიან მომეწონა ეს პროცესი, მე მეორე მესამე და მე გადავწყვიტე რომ ჩემთან არ იყოს ეს რაღაც დომხალი Facebook-ზე და მოდი გადავიდეთ ცალკე page-ზე და ეს ლელა სახელი თვითონ ეს მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ვეძახდით ლელა აი უბრალოდ გადავწყვიტე რაღაც ჩემ სახელთან არ მინდოდა რომ დაკავშირებული ყოფილიყო, იმიტომ რომ ვიზუალურად ლელას ვოიში მოგეხსენება და არ ჩანვარ და მე ნელ-ნელა რა ვიცი ამ სოფეში 7 წლის გახდა ლელას ვოიში, მერვე წელი დაიწყო რაც არსებობს. თავიდანვე ვიცოდით ვინ იყავით თუ მალავდი იდენტობას? იცი რა, ჩემმა მეგობრებმა თვის წყალობა ოდი პატარა ალერგია. ხო. ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემ პირად გვერდზე რადგან დებდი ამ ვიდეოებს და მე ლელას ვოისი რო გავაკეთეთ, ნუ მეგობრებმა იცოდნენ, მაგრამ ბევრმა ამ 7 წლის თავზე, იმიტომ რომ შეიძლება გამომწერები მემატებიან სავარაუდოდ, ბევრმა როგორც ჩანს, ეხლაც არ იცის ვინ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხვდება კომენტარები, რომ ძალიან მაგრები ხართ ყველა ბოლოსიან ბიჭია. ძალიან გაციანად და ძალიან სასაცილო სხვათა შორის დედა ჩემი აღმოვაჩინა, რომ დედა ჩემი ამ ხალხს უწერდა ქვემოთ. არ ეზარებოდა და უწერდა ყველას, რომ მარტოა. მხოლოდ ერთი ადამიანია. დედები ძალიან დიდი მადლობა. და მე ვიტყვი გულწრფელად, რომ მე მგონი კი არა და ერთადერთი გვერდია, რომელიც გამოწერილია ისე რომ მომდის ხოლმე დაიდო ახალი ვიდეო notification-ი. ისე რომ ეს მართლა ერთადერთი ხარ და არ გამომიტოვებია არც ერთი ვიდეო. ძალიან დიდი ხანია და არია ძალიან. აი იცეთი ის მოხდება რომ საიდან რანაირად ახერხებს ამას. ძალიან დიდი პატივისცემა მიყვარს ნიჭიერი ხალხი ძალიან. მეც მიყვარს ნიჭიერი ხალხი. თან რომ კარგი იუმორი აქვს, მით უმეტეს მე არ მაქვს იუმორი სამწუხაროდ, როგორც თქვენ. მაგრამ კარგი კერძების კეთება ვიცი. ამიტომაც ახლა უნდა მოვხარშოთ კვერცხი. 10 წუთის განმავლობაში, რომ მაგარი კვერცხი იხარშება ადუღებულ წყალში აუცილებლად და ვხარშავთ 10 წუთი, უნდა დავაყენოთ ტაიმერი, რომ იდეალური კვერცხი გამოვიდეს. დერწყალი ადუღებული უნდა იყოს? აუცილებლად. სიუწყალში არ შეიძლება კვერცხის მოხარშვა. ხო, აი მე ვარ კულინარიაში, შენ იუმორი არ გაქვს. მე ეს არ ვიცოდი. აკეთებს საჭმელებს? 1 2 3 მაქვს რაღაც ისეთი, რითიც მომუსხავ ხოლმე ადამიანებს და გონიათ რომ მე ვტრიალებს სამზარეულოში და იმის მეტი არაფერი არ ვიცი. ნუ რაც ყველაზე მეტად მიყვარს ისეთ რაღაცებს ვაკეთებ კარგად. ადუღებულ წყალში უნდა ჩადო. აბა რა. არ ის უმგონია რომ გასკადება. მე ყოველთვის ჯერ წყალს ცივში ვდებ ხოლმე კვერცხს და ჩემი რატო ხდება ადუღებულ წყალში რო ჩაყო. არა, ის უბრალოდ დააწყნარე და ისე. და დაუწია და დააწყნარე. ნუცას ცნობს ის წყალი და აი მაგიტო, აი მე რო ჩავდო ზუსტად ვიცი რომ სახეში კვერცხის გული შემესხმევა ეგრევე. ნაჭუჭი რომ მარტივად მოშორდეს და კარგად გაითავოს კვერცხი მოხარშვის შემდეგ აუცილებელია რომ წყალში ჩავყაროთ ცოტა ბევრი მარილი, რომ აი როგორც პასტის დროს მარილიანი წყალი იყოს, როგორც ზღვის წყალი, აი ეგრე უნდა იყოს ზუსტად. ესეც არ ვიცოდი. მადლობა. მე ყოველთვის მახსენდება იცი რა დროს, როდესაც უკვე ამოვიღებ და ვწქვნი ხოლმე და თუდად რომ იფწკნება, ნუცა ხო მასწავლა რომ მარილი უნდა ჩამეყარ, მე არაფერი არ მახსენდება, მე მაგ დროს ჩხუბობ და ვისვრი კვერცხს და
ძალიან აგრესიული ხდები ასე რომ ხო, ძალიან ცუდი შეგრძნება არის და ნუ სასკვერცხები ყოველთვის ადვილად იფრცხნება. დარწმუნებული ვარ. так, წავიდა. და ჩემთვის ყველაზე ესეთი თემა არის მტკივნეული. მქონია თუ არა როდესაც წონის პრობლემა. წონის პრობლემა. ეხლაც მაქვს სამწუხაროდ და სულ მქონია მთელი ცხოვრება წონის. ვიცესაც კი აქვს წონის პრობლემა. წონის პრობლემას ვებრძვი. ჩემი წონაში მატება დაიწყო ღრმა ბავშვობაში დაახლოებით 6 წლის ასაკიდან, იმიტომ რომ მე მეუბნებიან რომ ბავშვობაში აი ძალიან პატარა რო იყავი, გაშინებდით რომ გეჭამა და რატო მაშინებდნენ ვერ გევიგებდით. საერთოდ არ ანუ ძალიან ცუდად იმოქმედა ამან ჩემზე როგორც ჩანს. ბავშვობიდან ხო? ხო, ბავშვობი, ანუ ეტყობა არ ვჭამდი მაშინ, არ ვიცი. მე არ მახსოვს ჩემი თავი იმ ასაკში რომ არ ვჭამდი და ჭამა არ. და რაზე გაშინებდნენ, ანუ რეუბნებდნენ რომ არ შეიძლება. არა, ეხლავე ჭამე და რას ქვია არ ჭამდო. ხო, ადრე ჩემ ბავშვობაში ეგრე იყო მეზობელი ნოდარი მოვა და ასე შემდეგ. ნოდარიც შემძულდა და მოყვე ერთი ამბავი. მეც ესე ვიყავი, პატარა რო ვიყავი, სულ მაშინებდნენ ხოლმე უნდა ჭამო და თუ არ ჭამ, ერთი კაცი იყო ხოლმე რაღაც პრობლემა ქონდა ვიზუალური და ძალიან კეთილი ადამიანი იყო და სახეზე ქონდა რაღაცა წანაზარდები და რო შეხედავდი ნუ ცოტა საშიში იყო და ის კაცი წაგიყვანს და იცი როგორი კეთილი კაცი იყო და ერთხელ ქუჩაში მივდივარ და ეს კაცი შემხვდა და რო დამეწყო ისტერიკა და ყვირილი და კიბილი ხა ის კაცი ვერ მიხვდება და მე რატო ვკივი მე მეგონა რომ ეს კაცი წამიყვანდა და სინამდვილეში იმას ეგონა რომ მის გარეგნობის გამო და აი დღემდე იცი როგორ მტკივა ეს რომ ახსენდება ალბათ როგორ ვატკინებული ძალიან რთულია, მაგრამ მე მგონია რომ ეს თქვენი ბრალი არ არის ხო, პატარა ბავშვი ვიყავი, ხო. ეს მეთოდები ძალიან მიხარია რომ ამ კუთხით რაღაც წინ წავედით, იმიტომ რომ მე ნამდვილად ახლა ჩემ მეგობრებს უკვე შვილები ყავთ და არავინ არ აშინებს თავის შვილს არც მეზობლით და არც გუდიანი, არც რაღაცა არანორმალური მოვლენებით. ვისაც უყვარს და ჭამა, მაგრამ ძალიან გავხდარი იყო ბავშვობაში. ხო, მაგრამ მე გავსვდი. რაც ეს პროფესია დავიწყე? ხო, ანუ მე რთულია. მეც მახსოვს ბებია ჩემს უყავდი სურამ დაყვანილი და ხო ბებია და ჭამა ხო იცი ერთმანეთთან როგორ არიან და მახსოვს იქ რა რაოდენობის საკვებს ვიღებდი და დედა ჩემი იხსენებს რომ ჩამოგაკითხეო იქ 2 კვირის მერე თუ რაღაც აი ჩამოგორდი კიბეზეო უკვე ისეთი გასუქებული იყავიო და შესაბამისად მე რაც დრო გავიდა ეს ყვებითი აშლილობის ამბავიც იყო რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ის რომ ჭამა მიყვარს ჭამა შეიძლება გიყვარდეს და ჭამდე ადეკვატურად და 15 წლის ასაკში უკვე ვიყავი 85 კილო რაც ძალიან დიდი წონა იყო ჩემთვის თან სიმაღლეში მე გავიზარდე სხვადასხვა 17-18 წლის ასაკში და მაგრამ მაგ დროს პირველად გადავწყვიტე იმიტომ რომ ვიცოდი მაგ დროს უკვე რომ მე მსახიობობა მინდა და ამასაც მეუბნებოდნენ რომ შენ თუ მსახიობობა გინდა, უნდა იყო იდეალურ ფორმაში და ასე შემდეგ, რაც სხვათა შორის თურმე მართალი უთქვამთ. როგორც აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი პრობლემას მიქმნის ხოლმე საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე პირველ რიგში ეს ზედმეტი წონა. და მოკლედ 15 წლის ასაკში გადავწყვიტე რომ პირველად მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ 3 თვე ზაფხულში აღარ უნდა ვჭამო შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღო ჩემი კვების რაციონიდან სომი, ყველანაირი ნახშირწყლები, აი კარტოფილი, მაკარონი, ესეთი რაღაცები აღარ არსებობს. ორ პრინციპებზე დაყრდნობით მიდიოდი. კი, მაგრამ აი ბოლომდე კარგად ჩახედული არ ვიყავი საკითხში, იმიტომ რომ მაშინ რაღაც მოდაში იყო ესეთი ქულების დიეტა ესე ერქვა რა და ამ ქულების დიეტაში რატომღაც მაიონეზს მაგალითად რომელიც ჩემი აზრით ძალიან ისეთი კალორიული და არც ისე კარგი პროდუქტია, ქონდა პატარა ქულები. ხო, ნაყიდ მაიონეზს გულისხმობ. მაიონეზი ძალიან სასარგებლოა. კი ბატონო, ხო, ნაყიდს გულისხმობ მაღაზიაში, ნაყიდ მაიონეზს და სახამებელი შაქარი და ნუ რა თქმა უნდა, ამ მაიონეზს ჭამდი. სხვათა შორის ისე რა ქვია, ძალიან აქტიურად, სამწუხაროდ. მაგრამ რადგან ახალგაზრდა ორგანიზმი იყო, პირველად გადავედი ასეთ რეჟიმზე, იმ 3 თვეში დავიკელი 20 კილო და მახსოვს რომ ჩამოვედი თბილისში და რაღაც სასწავლო წელი რო დაიწყო, რაღაც ყველა ის იყო, რა ქვია, გაოგნებული იყო ამ ჩემი შედეგით და მაგის მერე აი სულ ხან სუხდებოდი, ხან ხდებოდი ისე ძალიან მე მგონი არც ერთხელ აღარ გავსუქებული ვარ, ისე ძალიან, მაგრამ თითქმის მე მიღწევია ხოლმე იმ წონამდე და დღემდე
დღეს სხვა პრინციპებით საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი დიეტა მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული. მე არ პატიობს ამას, იცი, ჩვენი ორგანიზმი იმახსოვრებს მე არ მაპატია ყოველ შემთხვევაში. და აი ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც არ იცის, მაგალითად, რომ გონიათ, რომ აი ხა დიეტას დავარგო, მე ისევ დავიწყებ, ყოველი შემდეგი დიეტის დაწყება ნაკლებად შედეგიანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი იმახსოვრებს ყველა შეზღუდვას და ყველა დიეტას და ამიტომ შემდეგი ყოველთვის ნაკლებად ეფექტური არის. კი, და სამწუხაროდ ამის გასააზრებლად ძალიან ბევრი წელი დამჭირდა. იმიტომ რომ დღეს მივედი იქამდე, აი რაღაც ვიპოვე ჩემი გზა ცხოვრებაში, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ შარშანდელთან შედარებით წელს მართალია ცოტა ნელა მიდის პროცესი, მაგრამ დაახლოებით 10 კილო მაქვს დაკლებული. მაგრამ სამაგიეროდ სიტყვაზე ვამბობ მე რომ ძალიან მიყვარს მაკარონი, პასტა, ყველანაირი, აი როდესაც ჩემთავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ ჭამო პასტა, ერთ ქვაბს აღარ ვაკეთებ, ვაკეთებ ერთ თეფს, ერთ პორციას და ვიცი რომ ეს არის ჩემი რაღაცა დღის ნორმა და 18 საათიან შუალედსაც ვიცავ. გადასარევე, ეხლა მე მაქვს სულ ახალი, სულ ყოველთვის მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და იმის გამო ჩემი წონის კლება კი არა, რომ არ ვიმატებ, ეგეც შედეგი არის. იმდენად დიდი პრობლემები მქონდა და ნუ ეხლა მეც ვარ ნელკლებაში. და ნახეთ, თავარი პრინციპი არის წონის კლების. ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს, ჩვენ უნდა მოველაპარაკოთ საკუთარ თავს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აკრძალვა სიტყვა უნდა დავივიწყოთ. და პირველ დღეს ხო იცი როგორ იწყებს საერთოდ აი ამ ახალი კვების სისტემით გახდომას. უბრალოდ ათვალიერებს სახში, მაცივარს, კარადებს, რა გაქვს? მეტი არაფერი საერთოდ. ანუ არაფერს არ იწყებს, ხას უბრალოდ აჩვენებ, რომ ყველაფერი გვაქვს. მეორე დღეს ეუბნები, რომ მოდი ჩვენ დღეს ამოვიღოთ შაქარი საკვებიდან, იმიტომ რომ ახლა არ გჭირდება და უხსნი საკუთარ თავს, რატო არის მავნე შაქარი. რა პრობლემებს იწვევს. ასე აკეთებ რაღაცა 3-5 დღე, როდესაც უკვე შეიგრძნობ, რომ მიეჩვია და ის პირველად ის დამოკიდებულება გეხსნება, შემდეგ უკვე შეგიძლია გადახვიდე რაღაცა სხვა ნაბიჯებზე და ეს სისტემა არის ძალიან ეფექტური და ისე გადადიხარ ამ კვებით ჩვევებზე, რომ საერთოდ აღარ გინდება მერე. კი ბატონო, სხვა შორის მეც მაქვს რაღაცა ჩემი პირადი რჩევა, შემიძლია რომ გავუზიარო თქვენს მაყურებელს. ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე, როდესაც თქვათ აი რაღაც დიეტა ისეთი ცუდი სიტყვა გახდა ამასობაში ჩემთვის, რომ დიეტას ვცდილობ რომ სიტყვა საერთოდ ამოვიყავი. მე მიყვარს ჯანსაღ კვებაზე. იმიტომ დიეტა მგონია რომ უნდა იყოს დროებითი და მე ვამბობ რომ მე მთელი ცხოვრება უნდა ვიცხოვრო ესე რა. დროებით დიეტაზე ვარ, ჩემთვის არ არსებობს ეგეთი რაღაც რა, ანუ სულ უნდა ვიყო ამ რეჟიმზე. და სიტყვაზე ვამბობ, როდესაც საღამოს ვარ, თქვათ, მეგობრებთან ერთად და არ ვჭამ ხაჭაპურს, იმიტომ რომ ვითმენ ამ და თავს ვიკავებ და მეუბნებიან, რომ ჭამე, რატო არ ჭამ და ადრე ვამბობდი, რომ დიეტაზე ვარ, ანუ რაღაცა ეს დიეტა სიტყვა ისე მზღუდავდა, რომ აი მე მინდოდა რა, ხო, მაშინ არ ჭამ, აი ვიღაც რომ მეუბნებ, რომ არ ჭამო, უფრო მინდა რომ ჭამო და შესაბამისად, ეხლა არასდროს არ ვამბობ, რომ ვარ დიეტაზე, როცა რაღაცას ვთავაზობენ და თქვათ, ვითმენ და თავს ვიკავებ, ვამბობ, რომ ცოტა ხანში ვნახოთ, თუ მომინდება შევჭამ. მე ზუსტად ვიცი, რომ არ შევჭამ, მაგრამ აი ეს რაღაც ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს რა, რო იტყვი რომ დიეტაზე ვარ, მე აი ხალხის შენიშვნები, აი სამწუხაროდ ძალიან უტაკტოდ იციან ხოლმე შენიშვნები. მე ხალხს ვეუბნები რომ დიეტაზე ვარ, რაღაცა სამჭამ ყველანაირად ვცდილობენ რომ რამეზე დაგარღვევინო, რაღაცა ჩელენჯივით იწყებენ ხოლმე. ანუ მართლა ვარ ამაზე დაკვირვებული, აი რომ ვიტყვი რომ არა ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება და აბა მოდი მაშინ ეს და ყველანაირად ვცდილობენ სანამ ერთ უკმას რაღაცას არ გაგასინჯებენ, ვერ ისვენებენ ხოლმე და ამიტომ მართალი ხარ, არ უნდა საერთოდ. კი, და შეხო დიეტაზე რა თან იციან ხოლმე რაღაც ისე შენიშნები. სულ დიეტაზე ვარ, რაც მახსოვს ჩემი თავი, 13 წლიდან 13 წლიდან ვარ სულ დიეტაზე და მაინც ვერ გავხდით. ანუ აი მე პერიოდულად სამაგიეროდ და მე ვერ გავხდი. არა კი გავხდი, მაგრამ მე მოვიმატე. როგორ არა. მე მოვიმატე. და ხა თავიდან ვხვდები და მოკლედ რა. ჩემ ესეთი ისტორია მაგ დავწერდი იმას. ეს არის მუდმივი პრობლემა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაც ვარჯიში დავიწყე, იმ ხელა რაღაც თავიდან ძალიან მიჭირდა, აი ისეთი უბედური და შეწუხებული სახით ვარჯიშობდი, რომ აი არ ვიცი და ეხლა ბოლო დროა, აი როდესაც რაღაცა შედეგს ხედავ, აი დიეტაზეც და სწორყოფაზეც იგივეა ხოლმე რა, აი мотиваცია გეძლევა უფრო და
აი ხა მაგალითად პირველად მოხდა ესეთი რაღაც, რომ წყალი არა, პირველად ეს არ მოხდა, რომ წყალი თითქმის არასდროს არ მოხდა სახში, იმიტომ რომ ჯიქიაზე ძალიან ხშირად წყდება ხოლმე წყალი. ო, მესმენდა ცხოვრ. კი, აი, მოიხარშა. წყალი. უი, არ ვარ ხოლმე სახში არასდროს. ხო და ხშირად წყდება და მოკლედ ამას წინათ კიდე წყალი გაწყდა ჩვენთან სახში და მეთქი რა ვქნა მე ხო უნდა მევარჯიშე აი სხვა დროს ადრე თავს მოვიტყვებდი რომ ნუ აი წყალი აღარ არის და რა ჩემბრალეთ ცოტა სადღაც გულის სიღრმეში გამიხარდებოდა და მე ავდექი წავედი დედაჩემთან სადაც იყო წყალი და იქ მივარჯიშე და აი მათ მივხვდი რომ აი თურმე უკვე შემიყვარდა და მინდა ეს ვარჯიში არაჩვეულებრივია ну რა დღეში ხარ რა დღეში ვარ დღეში ხარ მე მაინტერესებს ამასობაში ჩვენ სანამ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე ვლაპარაკობთ ნუცა რას აკეთებს და მე ახლა შეურიე კრემყველს თინუსი რადგან ისეთი უფრო სველი იყოს და უფრო გემრიელი შეგვიძლია მარილი და პილპილის მოვაყაროთ ასევე დაგჭირდება პომიდორი სალათის ფოთოლი ცოტა სიმინდი ლავაში რა თქმა უნდა და კვერცხი რომელიც მოუხარშე. მე ეს კვერცხი ხომ გავთავო. ნახოთ როგორ გაითლება. და ეს კალორიების მიხედვითაც იცი, თქვა რამდენი რას კალორია? რა თქმა უნდა, ამას ამ ვრაფს აქვს დაახლოებით 400 კალორიამდე. ისე ყველი წუხდება, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში კრემყველი გამოვიყენეთ, რადგან ძალიან კარგი არის თინუსთან ერთად და ირას სუშის გახსენებს. თინუსი ხო მნიშვნელოვანია რომ იყოს ხარისხიანი. კი, ხარისხიანი და წყალში და ხარისხისთვის რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მივმართავთ სპარს და მის ძალიან კარგ ინგრედიენტებს, რომელიც არის იმპორტირებული ევროპიდან, სპარი ეს არის ევროპული ბრენდი და ჩამოაქვს ექსკლუზიური ბრენდები, რომელიც გვინებიურებს ჩვენ სამზადისს. ხო, თორე აი ზოგჯერ გონია რომ ზღვის პროდუქტებს მიირთმევ და ამ დროს შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი საშიში მძიმე მეტალი. ზოგადად წონის კლებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი კალორიული დეფიციტი და რაც უფრო დიდი დეფიციტი გაქვს, მაგრამ არც ძალიან დიდი დეფიციტი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მით უფრო სწრაფად იკლებ, იმიტომ რომ თუ გინდა რომ 1 კილო დაიკლო, დაახლოებით 7700 კალორიით დეფიციტში უნდა იყოს კვირაში. თუ გინდა რომ კვირაში 1 კილო დაიკლო, წარმოიდგინე, ანუ დღიურად რამდენი კალორია? დღიურად დაახლოებით ხო შეგიძლია 1100 ალბათ 1100 ძალიან ცოტა კალორია არის, მაგრამ მე კვირაში 1 კილო დაკლება, ცხიმის დაკლება არის საკმაოდ რთული. აი კვირაში 9 კილოს დაკლება ეს არის დაახლოებით 3000 კალორიის დეფიციტი. ამიტომ აი 500 კალორიულ დეფიციტში თუ იქნება, მე მაგალითად 2000 კალორია მჭირდება დღიურად რომ შევინარჩუნო ჩემი წონა. მაგრამ 1500 თუ მივირთმევ თუ კვირაში დავიკლებ 9 კილოს, 9 კილო ცხიმს. აი ხალხი რო იძახის რომ კვირაში დავიკელი 5 კილო და რაღაცები ეს არის აი მე არ შემილია ამ არა, ერთი მანდარი სითხე, მანდარი ცხიმი არ არის, ცხიმს ფიზიკურად ვერ დაიკლებ. ხო, იმიტომ რომ მაშინ წყალზე უნდა იყო მთელი დღე. არა, მაინც ძალიან რთულია და მე ორგანიზმი ორმაგათი იმატებს და ითვისებს და მეტაბოლიზმი გიჩერდება და ნიუტრიენტებად ცვლას არ ზუსტ გერება და ანუ აი ეს რადიკალური დიეტები არის ყველაზე ცუდი სასჯელი, რაც კი არსებობს და ვინც მაგას უწევს პროპაგანდას, ეგ ხალხი არის მართლა ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ადამიანებს. ამიტომაც ჩვენ გვინდა დღეს შემოგთავაზოთ, ახლა როგორც კიდევ ამთავრებ ჩემი ვრაპის აწყობას, ისეთი სწორი ჯანძაღი კვების რაციონი, რომელსაც თან მიირთმევ, თან ძალიან არქშია და ჯანსაღად იკვებები და წონის კლებაც გაქვს. ანუ თვეში ყველაზე ნორმალური არის 4-5 კილოს დაკლება. 4-5 კილოზე მეტის დაკლება თვეში უკვე არის ცუდი ზიანი არის ორგანიზმისთვის. ამიტომ თან ასაკსაც ხო გააჩნია. რა თქმა უნდა, აი 2-3 კილოც საკმარისი არის. შეიძლება დამიკლია რაღაცა ძალიან ცოტა პატარა ასაკში ერთ კვირაში. ხო, მაგრამ ველად როცა მოვიღებ თქვა ის შაქარი და რაღაც პროგრამა. ეხლა ვერ წარმომიდგენია ეგეთი რაღაც. ხო, ვერც მე. ერთ კვირაში. შენ წარმოვიდგინე და ვერც. აი ეს იდეალურად გაითვალა ჩვენი კვერცხი. აი ნახე. ამას ცივი წყალი გადაასხიფა ალბათ. კი, ცივი წყალი გადაასხიფა. არ შემშლია. არა. დავჭირდება 2 ლავაში. ეხლა ამ ლავაშზე დავდოთ სალათის ფოთოლი. კი. ანუ ერთი პირი კი არა, ორი პირი ლავაშია თვითონ. კი, ორი პირი ლავაში არის. სალათის ფოთოლს დავადეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი. პომიდორს აუცილებლად ვაყრით მარილს, რომ გემოქონდეს კარგი, იმიტომ რომ გემრიელი უნდა იყოს ის საკვები, რომელსაც მივირთმევთ. ასევე ბალზამიკოს სქელი სოუსი, რომელიც არის, რომ ეს სიმჟავე და ძალიან უხდება. აუ ისე გემრიელად აკეთებს, რომ მეც აუცილებლად გავიმეორებ სახში. თან დამარტივია ნახე. კი, ძალიან. შემდეგ გავუკეთოთ თინუსს. თინუსი ასევე ცილის წყარო არის და ეს ძალიან სასარგებლო არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეხლა დავადოთ კვერცხი. ცოტა კრემყველი წავუსვათ კიდე ამ კვერცხს და ცოტა მარილი. და ცოტა სიმინდი.
ერთი მინდა ძალიან უხდება. უნდა გადავახვიოთ ვრაპი, აი ესე გვერდულად. უნდა ჩაუკეცოთ გვერდები, თეონა შენ ხარ გადავხვდი მე ვარ. მოდი აბა, თეონა მოდი. ესე შედაუკეცე გვერდები. ეხლა რო ვერ ვქნა ეს ყველაფერი, აჰა. კი. მე ეს ავიღოთ და მოვაქციოთ ცენტრში. შემდეგ აი ეს დავამრგვალოთ ჩვენი ვრაპი. აი ეს დავამრგვალოთ. ნუ შენი უფრო მჭიდროა ეხლა. და ესე მჭიდროდ უნდა გადავახვიოთ და გამოგვივა პატარა მინი შაურმა მე ვრაპი. ჩემი მაინც დიდი გამოვიდა. მათხოვე. თუმცა დღის განმავლობაში იმ ვრაპს აკეთებს. არა ხო, მე მოცასნაირად ვერ ვიზავ, მაგრამ რაც თავია დავიმახსოვრებ, იმიტომ რომ სახში უნდა გავაკეთო ეს აუცილებლად. და ახლა გავჭრეთ შუაში. აი ასე. და ძალიან გემრიელად გამოიყურება შიგნიდან. არა, კაია. ძალიან და მაჭამეთ. ასე გამოიყურება ჩვენი თინოსის ვრაპები. უმეც მშია. შეიძლება ვჭამოთ. შეიძლება ვჭამოთ. შეიძლება ვჭამოთ. ხშია. ესე იგი, გვაქვს ერთი დღის რაციონი ბალანსის. საუზმეზე გვაქვს ჩიას პუდინგი, რომელიც არის უშაქრო და აქ აქვს ჯემი, მარცვლის ჯემი. ასევე ხილითაც გვაქვს ძალიან გემრიელი და ეს ბალანს ექსპრესიც იყიდება. ასევე სადილზე შეგვიძლია მივირთვათ როგორც ვრაპი, ასეთი, რომელიც ახლა დავამზადეთ. ორი ცალი ხო, ნუცა? ერთი ესეთი. ან ესეთი ლანჩი გვაქვს ასევე ჰუმუსი ბოსტნეულით, რადგან ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანი არის. და გვაქვს კუსკუსი ბოსტნეულით. და ეს ერთი კერძად ითვლება. კალორიებსაც გეტყვით დაახლოებით 300 კალორია არის ჩიას პუდინგში. ამ კერძშიც არის დაახლოებით 300 კალორია. წვენი გვაქვს ახალდაწვრული დღესდღეობას დავწურეთ ვაშლის და ძალიან გემრიელი და ძალიან სასარგებლოა და ასევე რკინას შეიცავს და მე რკინა მჭირდება. ამიტომ ეს წვენი არ მიგნება ჩემთვის. ამაში არის 130 კალორია და ვაღშამში გვაქვს უფრო ნოყიერი ვაღშამი. დაახლოებით 600 კალორიამდე არის ბრინჯი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი. ქათმის ხორცი შედარებით ბევრი არის, რადგან ცილა მივიღოთ საკმარისი და ყოველდღიურად სხვადასხვანაირად ნაწილდება. მაგალითად, აი აქ ამ შემთხვევაში მეტი ცილა გვინდა, უნდა მივირთვათ თინუსის ვრაპი და არა ჰუმუსი და ბოსტნეული, იმიტომ რომ ჰუმუსი და ბოსტნეული უფრო ლაითი არის და ნაკლებ ცილა შეიცავს და თინუსში როგორც კვერცხში, ასევე თინუსში არის ბევრი ცილა, ამიტომ უფრო სასარგებლო იქნება. და შეგვიძლია დავაგემოვნოთ ეს გემრიელობები. და შემდეგ უკვე გადავალთ ერთკვირიან მენიუზე, რომელსაც გაგიზიარებთ და ასევე ჩვენი მენიუს გამოწერა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან balance.com/g და თეონად რა სიტყვი რომ ბალანსის ყובה დაიწყო ასევე თუ გაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რასაც უხურებ აქ, აი ისეთ გემრიელად გამოიყურება, ანუ არ ვიცი კიდე კამერაში როგორ ჩანს, მაგრამ აი ძალიან გემრიელად გამოიყურება ყველაფერი და სიმართლე გითხრა ჭამა ძალიან მიყვარს, მაგრამ აი თან დიდი რაღაც პორციებია და ეს უფრო მყიდველია. კი. შეერი არ კლება მიმდინარეობს გარანტირებულად და რაც თავარია, ნახე შენ ყოველ დღე გაქვს განსხვავებული რაციონები, რაც ძალიან კარგია ჩვენი ტვინისთვის, იმიტომ რომ ის ხედავს სულ სიახლეს, მე ყველა კვებაში შედის ახალი მიკროელემენტები და ის ნიუტრიენტები, რაც ძალიან გჭირდება და შენ შევსებული ხარ ყველა საჭირო. ანუ მონოდიეტები მაგიტომ არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ გაკლია მე ძალიან ბევრი სხვა ელემენტი ორგანიზმში და ის მაინც გთხოვს იმას. კი, და თან საინტერესოა ეს რაღაც სიახლეებიც, ალბათ თან გასართობია. კი, და ყოველ დღე 8 კვირაზე არის განსხვავებული მენიუ. ყოველ დღე არის ყველა კვირა სხვადასხვანაირი, ყველა წვენი სხვადასხვანაირი და არ გბესდება და ერთი იგივეს არ ჭამ. ამიტომ ციlaსაც ძალიან ვათამაშებთ, ხან თევზი არის, ხან საყონლის ხორცი გვაქვს, ხან ქათმის ხორცი არის, ამიტომ ყველა კვებაზე და ყველა დღეს არის განსხვავებული ძალიან საინტერესო და მდიდარი მენიუ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ მოგწესდეს. იდეალური მაჩვენებლები აქვთ ჩვენ 10 ხალხს ვინც ყიდულობს მომხმარებლებს, კი. ძალიან კარგი გამოსწორება და შედეგიც მე ერთხელ რომ დავიცავე თვენახევარში დაკლებული მქონდა 7 კილო. და 1300 კალორიაზე. 1300 კალორიაზე. სქემის წვამ მიდიოდა ძირითადად და არა ნერვების და სტრესი არ გაქვს, იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობ რა გავაკეთო, რა ვიყიდო, როგორ და აი ეგ ძალიან ბევრი საზრუნავი გაკვდება. დავაგემოვნოთ შეიძლება ვრაპი? შეიძლება? მე და საყვარელი ხარ. ნა მე დავიწყებ. აი ძალიან გემრიელია. არა და თინუსი დიდად არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ ეს ისე მომეწონა, რომ შეუყვე მიყვარს. მე ჩიას პუდინგს გავსინჯავ თქვენის ნებართვით. სხვათა შორის
ერთადერთი პროდუქტი, რის სიყვარულსაც გადავრჩი, არის შაქარი. ანუ არ მიყვარს ტკბილეული, ისე რომ ამის გამო დავარღვიო რამე და უკვე აღარ მიყვარს, თორე პერიოდი იყო, რომ ყოველ დღე რო არ გეჭამა რამე ცოტა ტკბილი, იმდენად სტრესში ვიყავი, რომ რაღაცნაირად დამოკიდებული ადამიანი ხო გინახია ხა მე კი ბატონო. შაქარს აიგეთი ვიყავი ჩვეულებრივად. აი გემრიელესობა. ოჩახ, ბრავო. ესე იგი, ახლა დავაგემოვნოთ ჩვენი დეტოქს წვენი, რომელიც არის fresh. მე არ მინდა თქვენ გაიყავით. ხო, ჩვენ გავიყოფთ. არის ნერვიულობა. ისე ყინულებთან ერთად უფრო გემრიელია, მაგრამ ეს წავა. ნუცა ახლა დაპირებული ერთგვიანი მენიუ, რა თქმა უნდა, ტექსტუალურადაც იქნება კომენტარებში. რა თქმა უნდა. ვერათაც გაშღერდეს თუ შეიძლება. კი, ესე იგი, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო მენიუს შემოგთავაზებთ. თუ გიყვართ კრეპები მაგალითად. ძალიან კარგი არის საუზმეზე რომ ერთვად კრეპები ერთი დღის მენიუს მოგიყვებით ახლა. დილას რო იყოს კრეპები ლორით და ყველით, ასევე გვერდზე სალათა. ეს რო იყოს საუზმეზე, შემდეგ სადილზე უნდა მივირთვათ სალათი აუცილებლად. შეგვიძლია ეს სალათი იყოს მაგალითად თუ მაღალკალორიაზე ხართ, ან ბრინჯით იყოს, ან წიწიბურათი, ან კუსკუსით, ან ბულგურით. თუ უფრო დაბალკალორიაზე ხართ, მაშინ სალათის ფოთოლი ჩაანაცვლეთ. შემდეგ ის ბოსტნეული, რომელიც გიყვართ, მაგალითად პომიდორი, ან ხახვი, ან კიტრი, სიმინდი, მაგალითად ან სტაფილო და რაიმე ცილა, აუცილებლად ყველა სალათი უნდა იყოს სილით. შეგიძლიათ ქათმის ფუძლი გამოიყენოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ხორცი, თევზი, თინუსი იგივე იდეალური არის ესეთი ლანჩის იდეისთვის. მესამე კერძისთვის ძალიან კარგი არის ქათმის ბულიონი. წვნიანით რომ მივირთვათ, რადგან სალათი უკვე მივირთვით, წვნიანი რო იყოს, მაგალითად კარტოფილით, სტაფილოთი, წვანილებით, ქათმით. ქათმის ბულიონის ნახარში თუ გავაკეთებთ, აი ნინა აკეთებს ხოლმე, ძალიან კარგი არის. და დღეში ერთხელ აი ხემსის მაგივრად შეგიძლიათ ხემსად მივირთვათ, თუ თქვათ ინსულინ რეზისტენტობა გაქვთ, თხილეული, ან ცოტა ჩირეული, ან ფინიკით ძალიან კარგი არის. არა, ინსულინ რეზისტენტობის დროს ფინიკი და ჩირეული არ შეიძლება. ძალიან მაღლა წევს. მე ვიცი, იმიტომ რომ სულ ამოწმებ მაგას. და შაქრის დონეს და ინსულინი. თხილი არის იდეალური. მაშინ თხილი შეგიძლიათ მივირთვათ. მაგრამ თუ თქვათ არ გაწუხებთ ინსულინ რეზისტენტობა, შეგიძლიათ ესეთი სმუზი ან წვენი გაიკეთოთ, ან პროტეინ შეიკი, რომელიც ძალიან გემრიელი არის, ნოყიარი არის და ვიტამინებს შეიცავს. შემდეგ გადავდეთ მეორე დღეს, თქვათ ორშაბათს თუ დავიწყოთ, ორშაბათის მენიუ იყოს ასეთი, სამშაბათის მენიუ იყოს ცოტა განსხვავებული. და სამშაბათის მენიუსთვის მე ჩვენ რო დაიწყოთ მაგალითად. მე ვიფიქრე უშაქ რომ ჩია პუდინგის სტევიაზე რო გავაკეთოთ. მე ვიფიქრე, ახლა ძალიან გემრიელია. და მოდი შემდეგ ეპიზოდში ჩიას პუდინგის გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია და ძალიან სასარგებლო არის. ჩიას პუდინგი საუზმეზე ხილთან და თხილთან ერთადაც შეგვიძლია. შემდეგ შუა დღეს უფრო მრავალფეროვანი რო იყოს, შეგვიძლია მივირთვათ მაგალითად ონიგირი. ძალიან გემრიელია, ნინას უყვარს ძალიან, თინუსით არის და ბრინჯით, ესეთი კუბიკები, სამკუთხედები არის უფრო სწორად. ან აი სუშის ნაირი არის, მაგრამ უფრო მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია. თევზი, ბრინჯი, ნორი, სალთის ფოთოლი და ჯინჯერი. ჯინჯერიც ძალიან კარგი არის, მაგრამ თავარია სოიას соуს არ გავეკაროთ. თუ თქვა ცოტა მარილი მოკლევს, შევამარილოთ ბრინჯი, მაგრამ სოიას соуსი ძალიან აკავებს სიტყვას ორგანიზმში. ამიტომ სუშისთან ერთად სოიას соуსი არ მიიღოთ თუ აპირებთ წოდის კლებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე კერძზე შეგვიძლია მივირთვათ ქათმის ხორცი, ან მოხარშული, ან შემწვარი, ან გამომწვარი. შეგვიძლია ნაღების соуსი გაუკეთოთ და მოკლედ ბურღულეული, ან ბურღული გაუკეთოთ. ზღარნაირ რецეპტი ხო გაქვს შენ ვიდეოს სახით უკვე ჩაწერილი, ასე რომ შეგვიძლია მულით დაურთოთ. აბსოლუტურად. ანუ თავარ პრინციპს გეტყვით ახლა, აუცილებლად უნდა იყოს 3 კვება მინიმუმ და 1 ხემსი. ეს არის ფრანგი ხალხის კვების კულტურა. ვის რაციონი. და არის იდეალური, თქვა 9 საათზე რო დავიწყოთ კვება, 9 საათზე მივირთვათ საუზმე, თუ გიყვარს ტკბილი საუზმე იყოს, თუ გიყვარს მარილიანი საუზმე იყოს, ან კვერცხი, ან შვრიის ფაფა, იდეალური არის, ან ჩიას პუდინგი, ან მაგალითად მარილიანი საუზმე, რა შეგვიძლია მაგალითად იყოს კვერცხი ბენედიქტი ან სკრემბლი, ძალიან ბევრნაირად შეგვიძლია გავაკეთოთ მარილიანი საუზმე და მე გირჩევთ მაინც კვერცხზე იყოს თქვენი არჩევანი, იმიტომ რომ ცილა შეიცავს და ძალიან კარგი არის ჩვენთვის ცილის მიღება დილიდანვე.
და ცოტა ნახშირწყალი. ინსული რეზიდენტულებისთვის ძალიან ბოსტნეულის და ცილით დაიწყო დილა. ლანჩს რაც შეეხება, ლანჩზე აუცილებლად უნდა მივერთოთ სალათი. აი სალათი არის წამალი ჩვენთვის. აი ჩათვალე რომ წამალებს რო სვავენ, როცა თქვა ზედმეტი წონა აქვს, იგივე წამალი არის, ხოლმე სალათის მირთმევა. კიტრი, პომიდორი, სალათის ბოთოლი. ბოსტნეული უნდა იყოს თუ აუცილებლად. ფერმენტირებული არის ბოსტნეული, იდეალური არის, აი კომბოსტოს წნილი არის, იდეალური. თან გემოსაც ძალიან უხალისებს. ცოტა ძმარი, ვაშლის ძმარი, ძალიან კარგია, ცოტა ზეითუნის ზეთი, ძალიან კარგია, იმიტომ რომ შეუზავებელი სალათა არის მოსაწყენი. და აუცილებლად ცილა. ცილა იქნება კვერცხი, ეს თევზი, საქონლის ხორცი თუ ქათმის ხორცი, აი რამე უნდა დავუმატოთ ამ სალათას, რომ ნოყიერიც იყოს. და თუ თქვათ შუა დღეს არ დაგვანაყრა ამ სალათმა, სალათთან შეგვიძლია ასე ვთქვათ უგლუტენოპური მივერთოთ, ან ჩვეულებრივი პური თუ გვეჭდება, რა თქმა უნდა, ან მთელმარცვლოვანი პური. ჩვენ გვაქვს მაგალითად რუხი პური, რომელიც არის მთელმარცვლოვანი და ასევე შეიცავს ცხილეულს და არის ძალიან სასარგებლო. ბალანსის პური, რომ აი სასწაული. ხო. და ვახშამზე უნდა შევეთადოთ, რომ ნახშირწყალიც მივერთოთ, ცილაც და თქვა ცოტა ცხიმი და ბოსტნეული აუცილებლად, ანუ აი სამი ძირითადი ინგრედიენტით უნდა შედგებოდეს ჩვენი ვახშამი. თავარი არის ხორცი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ხორცი მესამე კერძად. ასევე თქვა პასტაც შეგვიძლია მივერთოთ, მაგრამ ცოტა რაოდენობით, აი მაგალითად 50 გრამი უმიწონა არის შვენიერი. როგორც ციციბურა, ასევე ბრინჯი, ბულღური, ან ოსპიც შეგვიძლია. და соуსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ტომატის соуსი იქნება, ეს ნაღები соуსი იქნება, პესტო соуსი იქნება, რამე соуსი უნდა ქონდეს, რომ აი მრავალფეროვანი და გემრიელი იყოს. ამ პრინციპებით ვამზადებთ ჩვენ ბალანსის რაციონს, რომელიც ძალიან გემრიელია და ძალიან კარგად გამოიყურება ასევე. და მინდა რომ შემოგთავაზოთ, რომ დაიწყო ბალანსის კვება და შეხედო შენთან როგორ შედეგს მიიღებ. და გაგიზიარებთ მე. რა თქმა უნდა. გაგვიმარჯოს. ეხლა მინდა ძალიან ერთი თამაში შემოგთავაზოთ, იმედია მზად ხართ, წესებს გეტყვით და ძალიან გავერთობით ყველა. მოკლედ, ესეთი მარტივი წესია ძალიან. მე თქვენ გაიძლევთ ყურსასმენს, რომელსაც რიგ-რიგობით მოიგებთ და იქ იქნება ჩართული მუსიკა. და თქვენ უნდა წაიმღეროთ ეს მუსიკა, რომ მეორე ადამიანი მიხვდეს რა სიმღერას უსმენთ ახლა. ესეთი წავშაზამოთ ცოტა. მე ვიცი რომ შენ ძალიან კარგი სმენა გაქვს. იმიტომ რომ შენ სიმღერას არ აჩვეულებდი. მაგრამ სიმღერით მე ვერ მღერი, ანუ ეს არ არის ჩემი ძლიერი მხარე. თუ კიდე შენი სიტყვები გაქვს. აი ლელას ვოიში როგორც მღერი ხოლმე, ეგრე მღერი სიმღერაში. იქნება. ნუ შენ შეგიძლია სიმღერები. არა. აი შეჭრებს ვაკეთებ. ხოდამ ნახავთ ახლა რომელი დაიწყებთ? შენ დაიწყე. სიმღერა უნდა გამოიცნობთ მათ. უნდა წაიღეთ იმდო მელოდია, ხოდი სიტყვები არ უნდა იყოს რა სიმღერაშია. კახეთო, ჩემო კახეთო. აი, ბრავო. ერთი ქულა მაქვს. შემდეგი. ჯო. Na 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 no. Na 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 no. Na 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 no. No na 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 no. Na 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 no. Da 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 da. Da 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 no. დავით ბედბანი მგონია და ვამბობ პასუხს. არა. Boy. ვიმღერის ამას დამავიწყდა. მივხვდი სადაური სიმღერა. გაჩუმა. აი სეკრეტერეჭი იტალიური. ხო, ეგ არის. ჩელეტანო. ხო, ეგ არის. ოჩო. შო. კანგარიში არის 1-1 მომეცი. გადავცეთ ჩვენას. na 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 ეხა გადავალ იმაზე და მივხვდები. na 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 ხო, Michael Jackson. Billie Jean. მივხვდი ხო? მივხვდა. ესე იგი 2-1. ეხა კიდე შენ გაქვს მცდელობა, რომ გაათანაბრო.
ნანა თიმიღერე. პირი გააღე. იმღერე. ეგარე? ეხლა ორი სხვადასხვა სიმღერა მგონია. I'm gonna be Yes, ორი. ვინც ეხლა ვერ გამოიცნობს, ის წააგებს. ეხლა ძალით რომ მღერო, ეგეთი ბოროტი რო ვიყო. იყავი. მიდი. არა, პირიქით მინდა რომ გამოიცნოს. კაი. Na 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 na. Na 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 na. It's Na 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 na. California. Wow. ეგარი ხო მიხდება? ჰა. აი და ყველაფერს ვიცნობთ. ეს სიმღერა თუ მუსიკა სარიელი? დაიწყება ეხლა. And now is a sick back tail and inside the city now. გამოიცნა. გევიგეთ. მოკვეცი. ძალიან მაგრები ხართ. მე ნამდვილად ვერც ვიმღერებ და ვერც გამოვიცნობდი, აი ესეთი ვიქნებოდი. და ეხლა საჩუქრების დრო დადგა. პირველ რიგში ჩვენ ვიმყოფებით გრილის და მელოდიის სახლში, სადაც არის ძალიან ბევრი სივრცე, როგორც ხედავ, აზიური სივრცე, გრილის სივრცე, ამერიკული, ევროპული, ქართული, უგემრიელეს კერძები, იქით მუსიკალური საღამოები ეწყობა და სადაც გულით გაგიხარდება, იმ სივრცეში მობრძანდი ვაუჩერს გჩუქნით და მეგობრებთან ერთად მივთვი აქაური უგემრიელესი კერძები. საუზმეზე შეგიძლია მოსვლა, ბრანჩზე შეგიძლია მოსვლა და ვახშამზეც ყველაფერი არის დილიდან ადრე იხსნება. და რაც მთავარია ჩვენი სპონსორისგან, სპარისგან არაჩვეულებრივი ესპანური ღვინოების ნაკრების საჩუქრად, როცა გვეტყვის რა საოცარი კი, ეს არის ესპანური ხაზის ღვინოები, პატანეგრა, როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო გვაქვს, ორივე არის მშრალი, არის ძალიან გემრიელი და მაღალი ხარისხის, რაც თავარია ექსკლუზიურად სპარში შეგიძლიათ შეიცნოს და რო დააგემოვნებ, მე მგითხარი როგორ მოგეწოდება. კი, რა თქმა უნდა, ასევე კი, მე ალკოჰოლური სასმელები მიყვარს სამწუხაროდ. ძალიან კარგი. და რაც თავარია ბალანსის რაციონი ჩუქნით ასევე. ძალიან დიდი მადლობა, რაღაცა არ ვიცოდი მე ესეთი დასაჩუქრებული თუ უნდა წავსულიყავი აქედან და ისედაც ძალიან მომეწონა თქვენთან ყოფნა, თქვენ რჩევებს გავითვალისწინებ აუცილებლად, ბევრი რაღაცა არ ვიცოდი, მათ შორის თუ მე კვერცხის მოხარშვად. დღესვე მოხარშავ შენი პრინციპით და იმ რაპს აუცილებლად მოვამზადებ ხოლმე, თან რაღაცა ძალიან ისეთია, ეხლა მე ნახევარი ვჭამე. ნახევარი საკმარისია. გემრიელია ძალიან. სწრაფად მზადდება ძალიან. ანუ კალორიების მიხედვით, რადგან მითხარი 400 კალორია აქვს, არ არის 400 კალორია. არ არის, ორ წალში ხო თან? ორ წალში და მე ანუ 200 კალორია მივიღე დღეს მხოლოდ ძალიან მიხარია. აი ეგ არის მთავარი ჩვენ ტვინს რო აქვს შეგრძნება რომ ის დანაკლება ბევრი ანუ თითო ულუფაში რაც უფრო მრავალფეროვანი იყვება მით უკეთესი ასე რომ ძალიან გვიხარია რომ მოგეწონა დიდი მადლობა რომ მოყვეთ და გაგვახარე ბევრი კარგი საინტერესო ვიდეოებით კი წარმატებები მიყვარს თქვენი გადაცემა ჩვენიერი ძალიან გვიხარია კარგად მადლობა თეო და მადლობა თქვენ რომ ვიყურებთ
გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიხვდეთ ნებისმიერი კითხვა თუ რამე გაინტერესებთ და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. და ასევე თუ ვინმე სტუმრად გინდათ რომ მოვიწვიოთ, დაგვიწერეთ აუცილებლად და ჩვენ იმ ადამიანს მოვიწვევთ სტუმრად. დროებით. დროებით. კარგად, ჩემზე ვინმე მგითხათ მოიწვიო.